სოფელ სართიჭალასა და სოფელ მარტყოფში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. დაწესებულება 150 ბავშვზეა გათვლილი. მოეწყო საძინებელი სივრცე, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახების სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო ლიფტი და საევაკუაციო კიბები, ასევე რეკრეაციული სივრცეები და სათამაშო მოედნები. საბავშვო ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვემო ქართლის რეგიონში ჯამში 20 ბაღის მშენებლობას და რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს, საიდანაც უკვე დასრულებულია 2 საბავშვო ბაღის მშენებლობა. პროექტები ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ 71 მილიონი ლარით ფინანსდება. მიმდინარეობს 253 საბავშვო ბაღის მშენებლობა რეაბილიტაციის სამუშაოები. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქვემო ქართლის რეგიონში. დავასრულეთ 2 საბავშვო ბაღის მშენებლობაც, რომელიც გათვლილია 150 მოსწავლეზე. ესენია სოფელ მარტყოფის და სოფელ სართიჭალის საბავშვო ბაღები. სრულიად შეესაბამება მოთხოვნილ სტანდარტებს აღნიშნული შენობები. პროექტის ფარგლებში მოეწყო საამღრდელო და ასევე გასართობი ზონები, ასევე რეკრეაციული სივრცეები, სადაც განთავსებულია ფანჩატურები, ასევე საბავშვო ატრაქციონები. აღნიშნული პროექტებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყო დაახლოებით 7 მილიონ ლარზე მეტი. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვემო ქართლში ეს მხოლოდ 2 პროექტით არ შემოიფარგლება. ინფრასტრუქტურის სამინისტრო 15 მიმდინარე საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი არის, ამ წუთებში მიმდინარეობს მშენებლობა, ასევე 5 სარეაბილიტაციო, სულ ჯამში 20 ახალი საბავშვო ბაღი ექნება ქვემო ქართლის მიმდინარე წესს, რაც ძალიან მასშტაბურია და მისასალმებელია.